გოგო. Писю. Чем им ценит халиба гого? Заყორლი. დილამშვიდობის. აი მე ვარდები სკოლა. გოგო, კოპუჩიდება ვარდები ძლივს იხარს, გოგო. მე მზად ვარ პატიოსნად. ჩემ ძმას ველოდები. არ ჩანს. Πατάπუთით დაუკეცე ის საროჭკა და თმები არ დამივარცხნი ისი მაგ შეკრული. ეს აქ ვითომ არ ჩანან ეხა. ერთმანეთს ეპარებიან დებილები. ორი დებილი. კუთხეში ვდგევარ სკოლის ბავშვი. მე გიმითხრა 15 რო აკლდება მზათიღავიო 5 აკლია. არა ობიექტურები კი არა და არა პუნქტუალურები. ეგენი. ის მაშინ არ იქნება. არცე გარ არის. უკვე ნერვიულობა დავიწყოთ. დილის გასაკეთებელი რაც იყო ყველაფერი გავაკეთე. მე ბარბარეს ვეტყვი რომ ეხსაცმელები და სარეცხი შეიტანოს დანარჩენი არაფერი. კაცო. ეს ჩემი ნახატი. ჩვენ ვართ. ტუპი, კუდა და ფისო რომელიც აღარ ყავს. დავიღალე. ზემოდან აფრიც არ ვიცი, აი ესე მივდივარ. და მე მგონი შემცივ. ვაიდედა. ნინოს წინაო. სასტრაფო მაიქროლა. შედობა ნეტა. ისინი გველი ვითა რა. რა მაგრა გაიზარდა დღე. წავედი სახში.
გამარჯობათ. საღამო მშვიდობის ერო. ათი ხდება მგონი. თუ არ ვწდები. ნუ 9 ყველა ვარიანტშია. 10 აკლი. შაბეშალა რა მოხდა? დავისვენე ხალხნო. ისევ თმის დავარცხნის ვიდეოთი მოვედი. ხათუნა მაინც ვერ არის კარგად. წეგან მომწერა შილა და დგიოდ. ჩემი თავი არ ექნება. ამიტომ დავივარცხნი, უნდა უბრალოდ შევიკრა და დავხატო კიდევ ერთი პერანგი, რომელიც ახალ სოფლიდან გადმომიტანეს. ტვეშასრუტიც ჩავრთე გარეთ ხალი ჩამოვა სუფთავე. დაახლოებით 1-20 წუთი წაუძინე გარეთ. აი ეს ღვიძლ ნახევრად იქით რო ხარ და ნახევრად აქეთ ხო ვეღარა ვთქვი. ხო და რაღაცნაირად დასვენებული ვარ. საჭმელი აღარ მიჭამია და არც ვაპირებ. დაახლოებით 4 საათისთვის რო შევჭამეთ იქ ბორშია. ცოტა შიმშილის გრძნობა მაქვს, მაგრამ ყავადავლი ეხლა წავა მჭირდებოდა. ხო და ისა საჭმელს არ შევჭამ. იმიტომ რომ ხვალე მინდა რომ მართლა სუფთა წონა გავიგო, რამდენია ჩემი და ახლა თუ გამოვსკდი რანაირი სუფთა წონა იქნება. ეგ იყოს რა, რაც არის ეგ. რაც არის ეგ არის. შუაზე მინდა გავიყო, ვერ არ გამოდის. ეხავე დავიწყებ, არ არის ისეთი რთული ნახატი, კომიკური ნახატია, ცოტა ესეთი გაშარჟებული, თუ როგორ ებრძვიან საავადმყოფოში ექიმი და სიკვდილი ერთმანეთს ხელის გადაწევით და იქ პაციენტი ელოდებათ რა, რომელი მოიგებს. აი ეგ მომენტია ასახული და რა მოგივით? საერთოდ ეგ საღამოს რო წავიღო რამე პრობლემა ხო არ იქნება. ეხლა მომწერს მივწე პასუხს და უბრუნებ და მოვალ ეხლავე. მოკლედ მე მთავარია დავხატე და როდის წაიღებენ უკვე თავიანთი საქმეა მე ვერაც მოვალეობა. მაკისრია ის რომ უნდა დამეხატა, დავხატე, სხვა დანარჩენი თვითონ როცა მოხერხებე. თავარია ჩემგან საკუთარ თავი გავათავისუფლე. აი მე დღეს რაღაცა სადღაც 2-3 საათზე ვაიმე ფიქრობ ეხა ბანანა შემოულაწუდეთ ვინმეს მანანას თუ ჩაეძინება. ხო და სადღაც 1:30 საათი გამიჭირდა რომ გადამელახა და მე კარგად ვიყავ. ხვალეც 7 საათზე ვაპირებ ადგომას, ხვალეც მანქანით მივდივარ და მანქანით მოდივარ და ეგ მიადვილდება. რა შესაძ ერთი კვირა ჩემი ძმა, ერთი კვირა სხვა არის ხოლმე და როდესაც გიორგი მუშაობს, ადვილად მოვდივართ. დილას ბავშვებს გავეპარე, არც იცოდნენ და არ უბრალოდ ვერც მიხვდნენ როდის წავედი. ხვალე 7 საათი არ ვდგები. ნახო, გადავხედო საჭმელს რა უნდათ და რა არა. დღეს ამბური საქმე მქონდა. დღეს მქონდა სტავრიდა. იცით სტავრიდა რომელი? ესე ზურგზე ვჭრით, მე არა ვჭრი, სხვები ჭრიან, გია ჭრის. და სუფთავდება და ჩოტკით ირეცხება, რომ ყველანაირი ის მოსცილდეს და მერე მარილდება. და რამდენიმე დღის მერე, 3 დღის მერე შედის ფეთში შესაბოლად. ეგ ქონდა ბლომად და პლუს პატარა თევზები ამოვკიდეთ და სკუმბრია. ბევრი საქმე იყო და სავარაუდოდ ხვალეცებრი იქნება. მაგრამ რო აღარ ცივა.
სასიამოვნოც არის იქ ყოფნა რა, წყალდა რაღაცა რო აღარ გაწუხებს. დღეს ესეთები ხო მაცვია, რა ვიცი, რამდენი მაცვია. 1, 2, 3 მაცვია, გზემკლავი და 1 კიდე შიგნამაცვია უკლავებო ფულესის სქელი, თვილი. დღეს 1 აღარ ჩამიცვი, იმიტომ რომ აშკარად თვილოდა. გამოვაკელე. ვლოგიც მინდა და მეთქი გადავიღებ, მეთქი რაღაც ალაგ-ალაგ შვიდობაში ვლოგს, მაგრამ ეს არის რა. ვერ მოვხილე. ხო, წინა ვიდეოები ნახვა ისი აქ ნაკლებად, ზოგადად ესიახვები რა, აი მაგალითად ღამე თუ ისე მაგალითად ვიტყვი, რომ მაგალითად დაიდო ღამე 2 ვიდეო, სადღაც პირველზე, 2-ზე და მერე და სადღაცას დაიდოთ 11-ზე მესამე. ანუ ღამის დადებულები ნაკლებად არის ხოლმე ნახვები, ნაკლებად ადის ხოლმე რა და ძალიან ბევრს კიდე არ გიგდებთ ხოლმე ვიდეოებს. თვითონ YouTube-ს აქვს რაღაცა ხარვეზი რა, მოკლედ სულ აქვს YouTube-ს ხარვეზი. ძალიან ბევრჯერ მოგიწერიათ, რომ ანუ ვიდეო რო იდება, აღარ მომდის შეტყობინება, ჩემ ბრალი არ არის ეგ. YouTube-ის ამბავი, მოკლედ წუხანდელი ვიდეო და რაღაცა ნაკლები ნახვები აქვს რა, სავარაუდოდ არ ამოგიგდოთ და მარტო დილას რო დაიდო, ეგ ვიდეო ნახეთ. ხო და, ვისაც არ გინახეთ, გადადით და ნახეთ. ვაჟა ნახავდა უეჭველი ვიცი. ვაჟას მინდა ვუთხრა, რომ ის აღარ ინერვიულო, იმიტომ რომ დათვა სამსახურში. აღარ გვცივა. დღესათი მარტია რა მალე გადის, ხო 20-ია, კი, რა მალე გადის დრო. რა მალე გადის დრო. ძალიან ორში ვიქეიფეთ და მეგონა რომ გუშინ ვიქეიფი და უკვე 10. მაგრამ თვის ბოლოსკენ ვით ცხოვრები ხარ. ხელფას რო ვიღებ. ხელფას ვიღებ 22-ში ან 23-ში YouTube-ისას და მე თვის ბოლო რომელი დღეც მომიწევს ხოლმე, აი მაშინ მაძლევს ხოლმე უფროსი ხელზე. ხო? მოკლედ მე მგონი უკვე დრო იქნება რომ ავიღებ ფულს. დარჩენილი ცეკვის მე ხო მაგისთვის ვაგროვებ ფულს რა. ანუ ცეკვის დარჩენილი ის რაც მისცემი მაქვს, სავარაუდოდ წესით უკვე უნდა მომივიდეს და ვიყიდე ევროს და გადავუხდი სალონი მასწავლებელს ბარი. წეს უნდა მეყოს. ერთუთი გადავიან გაჩვენებინ დამჭა. კი, ახლა ვნახე მოვაგროვე კალკულატორით სადრა ვინ რა უნდა მომწეს და რაღაც ესე რა და ზუსტად ამთვის ბოლოს ზუსტად შემიძლია ჩავაბარო. ოდეს იქნება გზის ფულის გარეშე. ხო და კაი, ეხლა საროჭკები რო დავიწყე, წამეხმარება და პლუს რა ქვია. ეხლა რა თვია? მარტი. და აპრილის ხელფას გამოვიყენებ საყიდლებისთვის. რაღაცები და იქ დასასვლელად და აი მაგით ვამთავრებ, რო იტყვიან ფულის ფლანგვის რაღაცას. განიავებას. ანუ აუშავრა რა. ეს ერთხელ რო იტყვიან აი მართლა მივცემი მის საშუალებას, რომ გულიანად დავისვენო მეც ბავშვებმაც საზღვარს იქით. იმიტომ რომ ესეთი შესაძლებლობა შეიძლება მეორედ არ იყოს და რადგან ეს ამ პერიოდს დაემთხვა, რომ საროჭკების ამბავს და პლუს სამსახურის ამბავს და რაღაცა პლუს შეკვეთებიც ხომ აქვს კიდე გასაკეთებელი. ამ ყველაფერს ეს რომ დაემთხვა, აუცილებლად გადავთვლი ეს ნაბიჯი. არა უშავ რა. ზოგადად
ფული ისეთი რაღაცა არის, რომ რაც არ უნდა აგროვო, რაც არ უნდა რაღაცა გინდოდეს, რა თქმა უნდა იყიდო ამ ცხოვრებას საჭიროებისთვის გამოიყენო, მაგრამ რაღაც მომენტში უნდა ადგე და ესეთი რაღაცაც გააკეთო. აი ერთი ბეწოთითაც არ ვეტყვიან, ხო არის რომ აი რაღაცა აუ ეხლა ფულით გავაკეთე. არა, კიდევაც გავაკეთებ თუ რამე იქნება ხეში გავძვრები, ქვაში გავძვრები, მუშაობ, იქ შეკვეთები იქნება, იქ სხვა რაღაცა იდეები იქნება, რაღაცა იქნება და აუცილებლად მოკეთოთ ჩამოვალ, აუცილებლად დავიწყებთ ალბათ რემონტს, ეგ უკვე ლაშაზეა დამოკიდებული და მე რაც ჩემს თავში უპირდი, აუცილებლად ვიყიდი სპალნას რემონტის დამთავრების შემდეგ. საძინებას ხო სპალნა მიყვარს. ასე რომ ზოგადად რაღაცას რო ვაკეთებ ხოლმე. აი თუნდაც ტვერს ვუტით რომ დავდივარ. თუნდაც მტრებს რო წმენდავ. თან ფიქრობ ხოლმე რომ ანუ რა შეიძლება კიდე გააკეთო ადამიანმა, რომ აი მერე წლების მერე რომ იფიქრო და უკან მიტრიალდე, შენ თავს რომ მიუტრიალდე უკან, რომ აი რაღაცა შესაძლებლობა გქონდა და შენ დაგეზარა. არ გააკეთე, მდი რა მერე გავაკეთებ, გადადე და ეს არ გააკეთე. და ეს შეიძლებოდა რომ შენთვის სასიამოვნოც ყოფილიყო, შემოსავლის წყაროც ყოფილიყო და რაღაცა აი სულ ფიქრობ ხოლმე ეგეთ რაღაცაზე, რომ არ გამორჩეს ეგ მომენტი, ანუ თუ არის შანსი გამოიყენო. მე რა მოხდა თუ სიტყვაზე რაღაცა მომენტში ძილი გაგიტყდება, რაღაცა მომენტში დაიღლები, არა უშავ. აბა ისე არაფერი არ მოდის, უნდა გადავკდე. უნდა გაინძრე. ასე რომ როდესაც არის შანსი რომ რაღაცა გააკეთო, რაღაცა გამოიყენო, თან პლუს ჩემი პლუსი ძალიან ბევრი სამსახურია ისეთი რომ ხალხი რომ მიდის, აი ხელფასისთვის, ყველანი ხელფასისთვის მუშაობთ, ეგ არც ახალია და არც რაღაცა გრანდიოზული, მაგრამ ხო არის რომ არის სამსახურები, რომლებიც არ გინდა, სხვა გინდა, მაგრამ იძულებული ხართ რომ იმუშაო. მე მადლობა ღმერთს, რომ იმ სფეროში ვარ, რომელიც მომწონს, რომელიც ჩემთვის სიხმოვნებას მანიჭებს. სამსახურსაც შეეხება ვაჟარონელი ულობს ხოლმე. სამსახურში ისეთი თანამშრომლები მყავს, რომ რა ვიცი, რომ მიდიხარ გიხარია. ისე გადის ლაპარაკში, ხუმრობაში დრო, რომ ვერც იგებ იმ დაღლას და რაღაცა, მოკლედ კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით ვაჟა. მართლა ოღონდ, მართლა. იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. 100%-ით. არასოდეს არ ვინანებ, რომ აუნეტა ის და ეს. არა. ასე რომ ვაჟა შენ წყნარად იყო, შვიდად იყო. იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ფიქრობ ვიყენებ იმ რესურსს, ისი შესაძლებლობაც მაქვს. ხო მართლა იმაზე ხერხი გამომიცვალა ლაშამ. ძველი იყო, კარგად არ ჭრიდა, რაზეც მუშაობდი და ახალი დააყენა და თან გამაფრთხილა, რომ ფრთხილათო. ჯერ კი არაფერი არ მაქვს იქ მოსაჭრელი, მაგრამ ვიცი ხარ, რომ 100 მაგათ უნდა მეტად ვიფრთხილო და რა თქმა უნდა ვიფრთხილებ. ჯერ 3 ნახატი მაქვს თუ სახატი, უბრალოდ 2 შეკვეთა ყველა ვარიანტში და მესამეც გავამზადე, რომ თუ რაღაცა თქვა და სავარაუდოდ იმ შავ-თეთრს ნახატს უკვე ხვალე ესეთ მდგომარეობაში თავდებ, რომ კარგად შეშრეს და შეიძლება გარეთაც გამომიტანო და ძალიან მინდა, რომ მალე დავკიდო ოთახში. ჯერჯერობით რამდენიმე მომწერა, მაგრამ ანუ კონკრეტულად ვინმე სურვილი არ გამოუთქვია, რომ ეყიდა ეს ნახატი და სინამდვილეში ეს ნახატი ისინიც ჩემთვის დავხატე, მაგრამ ეს ვიტყვი რაღაცა შავ-თეთრი ვინც იცი და ვინც მომდევთ ამდენი ხანია მიყვარ შავ-თეთრი სურათები. ერთ სული მაქვს საროჭკაზეც, ბოლოზარის პერანგზეც, ვინმე უკვე მთხოვოს შავ-თეთრი შეკვეთა მომცეს. ხო და ეს სურათი ჩემთვის მინდა, მე დავკიდებ, მაგრამ თუ სურვილის შემთხვევაში ვინმეს გამოჩნდა, რა თქმა უნდა, სურვილი აუცილებლად გავყიდი და ჯერჯერობით მასალა მაქვს, აქ თუ გამითავდება დომინოში ქვეყანა მასალა იქ ვიყიდი, ასე რომ მერითი შემიძლია
გავაკეთებ ამ ხელებით, არ დამეზარება და თან მადლობა ღმერთს მართლა ოღონდ რომ მაქვს იმის შესაძლებლობა, იმისი ფუფუნება, რომ იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. და ხელი მეწყობა. ეს ამ თავარი ჩემთვის. პირადობის სურათები გადავგზავნე ახლა მასწავლებელთან. ოცში გამოვიტანე ბარბარეს პირადობის მოწმობას და თითქმის მზად ვართ. ორივე ტელეფონს წავიღებ თურქეთში, რომ გადავიღო ხოლმე ბლოგები და ვიდეოები. ხო, ის რაღაც რაც ჩაფიქრებული მაქვს, იმასაც გავაკეთებ. ცოტა ხარჯთან არის ისა, მაგრამ მაგისთვისაც მომწ, იმიტომ რომ მაგის გარეშე 99.9% თურქეთში არ წავ. ეგ უნდა გავაკეთო და ის წავ. და რა იქნება მე ვნახოთ. წავედი ახლა. ამოვიტან წყალს ბანკით და დავიწყებ მეხატვას, რომელი საათია? 10:15 წუთია და დაახლოებით 11-ისთვის რომ მორჩე და კარგად დავიცინო. წავედი. დროებით ხვალამდე მომავალ ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო. მოკლედ თუ გაქვთ შანსი, თუ გაქვთ შესაძლებლობა, არ დაიზაროთ, გამოიყენეთ ყველანაირი რესურსი, ყოველი წუთი, რომ რაღაცეები აქციოთ რეალობად ხოლმე. წავედი.